რადიო აჯარა წარმოგიდგენთ. აჯარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ პროექტს საზოგადოების ხმა. დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, არჩევნები, გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობის განვითარება. ყოველ ოთხშაბათს 19 საათზე რადიო აჯარის პირდაპირ ეთერში FM 104.5-ზე გადაცემა საზოგადოების ხმა. FM 104.5 ეთერშია გადაცემა საზოგადოების ხმა. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა საზოგადოების ხმა. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პროექტი, რომელშიც რეგიონში მომუშავე თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთვება. ყოველ ოთხშაბათს 19 საათზე მოისმენთ არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. დღეს ეთერში მუშაობას ორგანიზაცია ბორჯღალის აღმასრულებელი დირექტორი ციალა ქათამიძე და ხმის ოპერატორი ქეთი ნაცვლიშვილი ვიწყებთ. დღევანდელი გადაცემა სრულად საქართველოში ეკომიგრაციის სფეროში არსებულ პრობლემებს დაეთმობა. კონკრეტულად კი რა მდგომარეობა აჭარის რეგიონში, რამ გამოიწვია უკანასკნელ 10 წლეულში სტიქიური უბედურებების გააქტიურება და ხდება თუ არა მათი პრევენცია. რითი პასუხობს აღნიშნულ გამოწვევებს აჭარის მთავრობა და რა სამოქმედო გეგმა აქვს სტიქიით გამოწვეულ შედეგებთან საბრძოლველად. ამ თემაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროს ტარიელ ტუსკიასთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ სულხან ოქროპირძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონებო და დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. გადაცემის მეორე ნაწილი კი წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახების საკითხს დაეთმობა. მოგეხსენებათ 57 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც წალკაში არსებული პრობლემების გამო ეკომიგრანტი ოჯახები უკან აჭარაში დაბრუნდნენ და აჭარის მთავრობას თხოვენ დახმარებას, რათა ცენტრალურ ხელისუფლებამდე მიიტანონ მათი პრობლემები. წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტების პრობლემების შესწავლის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც აღნიშნული სამინისტროს თანამშრომლების გარდა შედიან საქართველოს კანცელარიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის წევრები არიან ჩვენთან მეორე ნაწილში სტუმრად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჭინჭარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ბატონი დავით ჭელიდე. ისინი ისაუბრებენ იმ რეალობის შესახებ, რაც მათ წალკის მუნიციპალიტეტში იხილეს. პირდაპირ სატელეფონო ხაზზე ჩაგვერთვება ეკომიგრანტი წალკიდან ელგუჯა შავაძე და წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებას რწმუნებული ჯულიეტა ჩხეტიანი. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 27 53 91 დაუსვით კითხვა სტუმარს ან დააფიქსირეთ თქვენი აზრი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონებო. ბატონ ტარიელ, პირველი კითხვა თქვენთან მექნება. ზოგადად რო შეგვიფასოთ აჭარის რეგიონში არსებული პრობლემების სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებით, დაახლოებით თქვენი ინფორმაციით, რამდენი ოჯახი საჭიროებს აჭარიდან სასტრაფო განსახლებას ამ ეტაპზე, აი მუნიციპალიტეტების მიხედვით. მოგვითხრათ. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. როგორც მოგახსენებთ, აჭარის რეგიონი ერთ-ერთი რთული რეგიონია თავისი გეოლოგიური პირობებით და ხშირი გვაქვს მეწყრული, ღვარცოფული და ზვავური მოვლენები. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მარტო წელს 2013 წლის დასაწყისიდან შემოსული 1455 განცხადება, რომლის ადგილზე გასვლით ხდება შესწავლა, ხდება მათი კატეგორიების მიხედვით, როგორც თქვიან, შეიცხოვრებად, არ ეცხოვრებად, სარემონტო სამუშაოები უნდა გაკეთდეს, პრევენციული ღონისძიებები უნდა გაკეთდეს, ამას ყველაფერს ჩვენ უწერთ ინდივიდუალურად დასკვნებს, ვასურათებთ და ვაწოდებთ ისევ და ისევ რეგიონის ხელმძღვანელობას და ისინი ატყობინებენ ადგილობრივ მოსახლეობას მდგომარეობის შესახებ. აი, რამდენი საჭიროებს სასტრაფო განსახლებას აჭარის მაღალმთიანეთში? აჭარის მაღალმთიანეთ მთლიანად აჭარაში ალბათ, არა? მთლიანად აჭარაში დაახლოებით 50 ოჯახამდე ყავს, დაახლოებით ახლა ზუსტად, იმიტომ რომ ხდება მისი კიდო შესწავლა და არ არის დამთავრებული ბოლომდე, 50 ოჯახამდეა დაახლოებით ის მე ვილაპარაკობ წლევანდელი მონაცემებით, თუ ადრინდელი მონაცემებით ჩვენ დაახლოებით 435 ოჯახი იყო, რომელიც
იქ ექვემდებარება გასახლებას და გადაყვანას სხვა უსაფრთხო ადგილას. ეს ყველა რეგიონების მიხედვით დაახლოებით 200-მდე 215 არის ხულოში, შვახევშია დაახლოებით 180 ოჯახამდე და ქობლეთის და ხელვაჩაურის რაიონებში შედარებით ნაკლები რაოდენობა. ანუ ზოგადად რო თქვა 500 ოჯახი. 500 ოჯახი, რომელიც აი თქვა აი ამ მიწისძვრის შედეგად დაზარალდა და დაინგრა მთლიანად სახლები არის ხელვაჩაურის რაიონში და გამიცდის რომ განსაკუთრებით იმოქმედა ხელვაჩაურის და ქობლეთის რეგიონში, საიდანაც უფრო მეტი მოსახლეობა დაზარალებული და დაზიანებული და დანგრეული აქვს საცხოვრებელი სახლები, რომელთა აღდგენაც არ შეიძლება. აი, ერთი კითხვა მაქვს, რომელიც ეხება ზოგადად სტიქიური უბედურებები. ბოლო უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ძალიან გააქტიურდა აჭარაში. თქვენი შეფასებით, რამ გამოიწვია ეს მხოლოდ კლიმატის ცვლილებებმა თუ ადამიანების ანთროპოგენულმა ზემოქმედებამ ნიადაგს? მოგახსენებთ, ეს ძირითადად ჩვენთან მეწყრული და აი ბოლო პერიოდის გააქტიურდა 1989 წლიდან, როდესაც მოხდა სპიტაკის მიწისძვრა. სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ 88 წლის დეკემბერში მოხდა სპიტაკის მიწისძვრა და აქედან დაწყებული ზემოთიან აჭარაში გააქტიურდა მეწყრული პროცესები და მოგეხსენებათ წაბლანა, ბევრი ადგილები ესეთი, რომელიც დაზიანებულია და ძირითადად ანთროპოგენული მოვლენაა, ესე იგი აჭარის რეგიონში მოგეხსენებათ მოსახლეობა არის ძალიან გადატვირთული რაოდენობა ცხოვრობს მოსახლეობის და 99 წლიდან მოხდა დაახლოებით 5000 ოჯახი იქნა გაყვანილი, რამაც უდიდესი როლი ითამაშა იმაზე, რომ ეს პროცესები კიდევ უფრო არ გააქტიურდა და უარესი პირობები არ შეგექმნა, იმიტომ რომ დემოგრაფიული განტვირთვა ეს აუცილებელი პირობა იყო, როგორც გეოლოგიური სტიქიური მოვლენები, ასევე დემოგრაფიული განტვირთვაც, იმიტომ რომ მოსახლეობა მოგეხსენებათ ძალიან გადატვირთული აჭარის რეგიონში, ხულოს რაიონზე მოდის 1 კვადრატულ კილომეტრზე 182 ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრია რა. ამიტომ ეს განტვირთვა აუცილებელი პირობა წარმოადგენს, რომ ჩვენ აჭარიდან გავიყვანოთ მოსახლეობა სხვა უსაფრთხო რეგიონებში. მადლობთ, ისევ დავუბრუნდებით ამ საკითხს. ბატონ სულხან, თქვენთან მექნება ერთი კითხვა. თქვენ ბრძანდებით იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ითვლის იმ ზარალს, რომელიც სტიქიურმა უბედურებებმა სხვა ოჯახებს მიაყენა. რა არის ამ კომისიის შექმნის მიზანი და როგორ მუშაობს ეს კომისია, მოკლედ რო გითხრათ. მოგესალმებით. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ აჭარის მთავრობაში არსებობს 2 კომისია, რომელიც მუშაობს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების შესწავლისათვის და შემდგომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისათვის. ჩემი კომისია უშუალოდ სწავლობს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, ხოლო შემდგომ შერეული სამთავრობო კომისია ახდენს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ამ ოჯახებთან დაკავშირებით. ეხლა ჩვენი კომისიის საქმიანობა შეეხება ძირითადად იმ მიმდინარე პროცესებს, რომლებიც თქვა ჩვენს რეგიონში ვითარდება, ეს იქნება ხანძარი, მეწყერი, მიწისძვრა და ასე შემდეგ და ამის შესწავლას ვახდენ ჩვენ მუნიციპალიტეტებთან ერთად და სწორედ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციას კიდევ ერთხელ გავივლით კომისიური წესით, ადგილზე მისვლით, დასურათებით და ასე შემდეგ შესაბამის სპეციალისტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და შემდგომ ხდება მისი განხილვა და წარდგენა უშუალოდ გადაწყვეტილების მისაღებად. აი, რამდენი თანხა არის გამოყოფილი? ან ბიუჯეტში არის სარეზერვო ფონდიდან ახდენთ თანხის აკუმულირებას თუ როგორ ხდება ეს საკითხი? ძირითადად აღნიშნული ოჯახების დახმარება მიმდინარეობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან. შესაბამისად მთლიანი ხარჯი ვთქვათ მიყენებული ზარალისა სამწუხაროდ ვერ ხდება და ვერ უნაზღაურდება მოქალაქეებს, თუმცა ჩვენ უკვე დავიწყეთ კონკრეტულად ისეთი თანხების გაცემა, რომელიც ამ პრობლემის და იმ პრობლემის მოგვარების გადაჭრის საშუალებას მისცემს მოქალაქეს, რომელიც მის წინაშე დგას და გარკვეულწილად ლიმიტების, ასე ვთქვათ, თანხობრივი დახმარების მოცეულობას გავზარდეთ. რამდენია ლიმიტი მინიმუმი და მაქსიმუმი? მაგალითად ხანძრის შემთხვევაში ჩვენ მოქალაქეებს ვეხმარებით 10 ერთჯერადი მატერიალური დახმარებით 10000 ლარის ოდენობით და ვთქვათ ამავდროულად ვეხმარებით რომ მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს მისთვის ვთქვათ ხის სახლის შეძენა, ვთქვათ რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტთან რაღაც მის მუნიციპალიტეტის ჩართულობაც ამ საკითხში არის მაქსიმალურად მაღალი. აი კომისიის მუშაობის პრაქტიკაში რამდენი იყო მინიმალური თანხა, რომელიც გაეცით და მაქსიმალური? მინიმალურ თანხას, რაც მაქსიმალურ თანხას,
ხანძარი არის 10,000 ლარი და ვთქვათ მაქსიმუმ იქნება 15,000 ლარამდე. რის მიხედვით? 15 რაც შეეხება რის მიხედვით ანუ ჩვენ ამ ყველაფერს ვახდენთ ვინაიდან არ არსებობს ზოგადად კანონი ეკომიგრანტების შესახებ და ვთქვათ ამ კუთხით არ არსებობს რაღაც საკანონმდებლობის მიხედვით რეგულაცია ჩვენ ახლა დავამთავრებთ მუშაობას იმ წესის სამოქმედო წესისა რომელიც ვთქვათ ჩვენს კომისიას და შემდგომ სალიკვიდაციო კომისიას ექნება აქ არის პირველი მეორე და მესამე კატეგორია და თუ მოქალაქე ვთქვათ პირველ კატეგორიას და მეორე კატეგორიას წარმოადგენს ვთქვათ მათი განხილვა უფრო დაჩქარებული ტემპით ხორციელდება ეხლა ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქისა და მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება და უახლოეს ხანებში დავიწყებთ ქობულეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხის განხილვას. აი რის მიხედვით ადგენთ აი ამ ზიანს, რაიმე კრიტერიუმები თუ არსებობს, თქვათ, ზოგს 10 აძლევს, ზოგ 15 და ისე შემდეგ რის მიხედვით ხდება თანხების დანახვა. ანუ ამ შემთხვევაში ხანძრის შემთხვევაში კრიტერიუმი არის ერთი რომ მოქალაქე არ დარჩეს ღიაცის ქვეშ და შესაბამისად აქ არის კეთილინება თავრობის. თუმცა შეიძლება 10 მოქალაქე იყოს და იქედან რის მიხედვით ახდენთ ამის არჩევა. ყველას რაც ხანძაზე შემოდის, თქვა და მიმდინარე პროცესში რაც არის, ჩვენ ვცდილობთ რომ უახლოეს პერიოდში დავეხმაროთ. ნუ ახლა არის თქვა დაგროვებული, თქვა 1995 წელს რო დაეწვა სახლი და უფრო ადრეც, ნუ ახლა გადამავალი პერიოდია და მოთხოვნები გაიზარდა, თუმცა მიმდინარე პროცესში როგორც კი ხდება ხანძარი, ჩვენ ვცდილობთ რომ დროულად დავეხმაროთ მოქალაქეებს. უკვე რამდენ ოჯახს დაეხმარა აღნიშნული კომისია? უბრალოდ აჭარის მთავრობა აღნიშნული კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე. ამ ჩვენი კომისიის საფუძველზე დაახლოებით 50 ოჯახს 50-მდე ოჯახი არის და ეხლა ფაქტიურად გადაწყვეტილება არის მიღებული დაახლოებით 75 ოჯახზე, რომელთაც მიიღებენ იმ დახმარებას, რომელიც კომისიური წესით იქნა გადაწყვეტილი. მადლობთ. ბატონ ტარიელ, თქვენთან მექნება შემდეგ კითხვა. აი, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი აჭარაში შიდა მიგრაციის პროცესი და რამდენად ხედავთ განსახლების პოლიტიკის გაგრძელების საჭიროებას? როგორც მოგახსენებთ, თვითონ აჭარა არის მცირემიწიანი რეგიონი და თავისუფალი მიწის ნაკვეთები, სადაც შეიძლებაოდეს მოსახლეობის გადაყვანა ჩასახლა ძალიან ცოტაა, მწირი გვაქვს ასეთი ნიადაგები, მაგრამ არის უბნები, სადაც შესაძლებელია მოხდეს ეს ადგილობრივი მიგრაცია და მოხდეს ადგილზე მათი გადაყვანა, მაგრამ ის ტერიტორიები შესასწავლი იქნება გეოლოგიურად რა მდგომარეობაა, როგორ არის ეს ძირითადად ასეთი ადგილები თავისუფალი მიწის ნაკვეთია მე პირადად ხომ აჭარაში ისეთი რომელიც არ იყოს დაკავებული არ მეგულება არის რაღაც თქვა არის ჩაქვზე არის საუბარი არის ცეცხლაური ჯიხანჯურში არის საუბარი მაგრამ იქ თვითონ ადგილები არის მეწყული ადგილები რომელიც თუ არ მოხდა მათი წინასწარ შესწავლა თუ არ მოხდა მათი დადგენა მე მგონი იქაც ანალოგიური სიტუაციაში ჩავარდებიან თუ ერთი მეწყრიდან მეორე მეწყრზე გადაყვანას მე მგონი არ აქვს არანაირი აზრი. ბატონ სულხან, თქვენი პოზიცია მაინტერესებს ამ კითხვასთან დაკავშირებით, შიდა მიგრაციის საჭიროებას რამდენად ხედავთ აჭარაში და განსახლების პოლიტიკასთან დაკავშირებით? ნუ რაც შეეხება ხა შიდა მიგრაციას იქნება თუ სხვა რაიონებში განსახლებას, ცოტა კომპლექსურად ჭირდება ამ საკითხს, ჯერ უნდა შევისწავლოთ ზოგადად მოცულობა აი ამ ადამიანებისა რამდენია და ამავდროულად პირველ რიგში აუცილებელი იქნება უშუალოდ მათთან მოლაპარაკება, რამდენად ისინი წამოვლენ ამას. რადგანაც მათი ძირითადი მოთხოვნა განსახლების შემთხვევაში იქნება ის პირობები, რომლებიც თქვათ მათ უკეთეს ცხოვრების საფუძველს მისცემს. პირველ რიგში ეს იქნება მიწა, თქვათ და იქ სახლი. ეხლა რამდენად მოგცემს ჩვენ თვითონ ჩვენი რეგიონია ესეთი სახის თქვათ დახმარების გაწევას. ამასთან დაკავშირებით სიმართლე გითხრათ ბატონ ტარიელს დავეთანხმები და მიწის ფონდი ფაქტიურად ერთადერთი ქობულეთში და ისიც ფაქტიურად ათვისების სტადიაშია, რამეთო სოფლის მეურნეობის კუთხით ვითარდება გარკვეული მიმართულებები. რაც შეეხება სხვა რაიონებში განსახლების საკითხს, ამასთან დაკავშირებითაც კიდევ უნდა მოხდეს მათთან შეთანხმება. თანამშრომლობთ თუ არა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და რეკომენდაციას უწევთ თუ არა სხვადასხვა ოჯახების განსახლებას? რა თქმა უნდა, აჭარის მთავრობა აღნიშნული მიმართულებით მუშაობს. ჩვენი დევნილთა და ასე ვთქვათ, დევნილთა დეპარტამენტი ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც უშუალოდ კურატორი არის ამ მიმართულების, აქტიურად არის ჩაბმული აქ მათის ბაზები, რომელიც წლების მანძილზე გროვდებოდა და კონკრეტული ოჯახების მიმართ არის კონკრეტული, ასე ვთქვათ, დასკვნები თუ რა სახის დახმარება შეიძლება ამ ოჯახებმა მიიღო. თუმცა ერთიც უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ბევრ ოჯახს მიღებული აქვს გარკვეული სახის დახმარებები, შემდგომ არამიზნობრივად გამოყენებული და ეს პრობლემა კიდევ არის
წინ რა თქმა წამოწევს. უნდა, თუმცა ეს ალბათ სახელმწიფოში არ არსებობს ეკომიგრაციის შესახებ არც კანონი, არც საკანონმდებლო რაიმე სხვა დოკუმენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ საშინელი ქაოსი არის ამ სფეროში და ამაზე პასუხისმგებლობა ალბათ ისევ სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა ჩვენი იყოს. მიზანი არის, რომ ეს ქაოსი გადავიდეს რაღაც სტრატეგიულ მოქმედებაში. დიდი მადლობა ბატონო მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ. ჩვენი დღევანდელი სტუმრები იყვნენ პირველი ნაწილის გადაცემის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსი ტარიელ ტუსკია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ოქროპირიძე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. პოლიტიკური წარსული, აწმყო და მომავალი, მიმოხილვა, ანალიტიკა, ექსპერტების შეფასებები აჭარის რადიოს ეთერში. ყოველ სამშაბათსა და შაბათს 19 საათზე ტატო ცეცხლაძის საავტორო პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემა ინდიკატორი. დაკვირტული კვირა გქონდა? ესე იგი, კარგი დასვენება გჭირდება. მომართე რადიო მიმღები 105-ზე და შეიქმენი ვიკენდისთვის შესაფერისი განწყობა. დილიდან. ყოველ შაბათ-კვირას 10-დან 12 საათამდე გადაცემაში ვიკენდის დილა. ჯაზის საათი. გაიგეთ ყველაფერი ჯაზზე. მოусმინეთ ლეგენდარული და თანამედროვე შემსრულებლების იმპროვიზაციებს ცნობილ თემებზე. რადიო აჭარის ღამის ეთერში ყოველ ხუთშაბათს 22 საათზე გადაცემა ჯაზის საათი. ყოველ ორშაბათს 4 შაბათსა და პარასკევს 17 საათსა და 10 წუთზე გადაცემა კომპეტენტური პასუხისღია ეთერში მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაიმართება დისკუსია კვირის მნიშვნელოვან თემებზე. მოусმინეთ, ჩაერთეთ დებატებში და მიიღეთ პასუხი თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. რადიო აჭარა წარმოგიდგენთ აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ პროექტს საზოგადოების ხმა. დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, არჩევნები, გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობის განვითარება. ყოველ 4 შაბათს 19 საათზე რადიო აჭარის პირდაპირ ეთერში FM 105-ზე გადაცემა საზოგადოების ხმა. FM 104.5. ეთერშია გადაცემა საზოგადოების ხმა. ეთერში სარეკლამო პაუზის შემდეგ ბრუნდებით ეს არის გადაცემა საზოგადოების ხმა. თქვენთვის პირდაპირ ეთერში ორგანიზაცია ბორჯღალის აღმასრულებელი დირექტორი ციალა ქათამიძე და ხმის ოპერატორი ქეთი ნაცვლიშვილი მუშაობთ. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 27 43 91 და დაუსვათ კითხვა სტუმრებსთან დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი რამაზ ჭინჭარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე დავით ჭელიძე. სატელეფონო ხაზზე გვეყოლება ეკომიგრანტი წალკიდან ელგუჯა შავაძე და წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების რწმუნებული ჯულიეტა ჩხეტიანი. როგორც მეუბნებიან, ხაზზე არის ბატონი ელგუჯა. მოგესალმები. გამარჯობათ ბატონო ელგუჯა. თქვენ წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტები ორი თვეა აფიქსირებთ თქვენს პოზიციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლის წინ. თქვენი პროტესტის მთავარი მიზანი რო გვითხრათ და ზოგადად რა მოთხოვნებს აყენებთ ამ ხნის განმავლობაში? ჩვენი მოთხოვნები ერთჯერადია უკვე ყველამისის თითქმის ეს ემყარება იმას, რომ წალკაში წინა ხელისუფლების რეჟიმის მიერ იქნა ამ ხალხის ჩასახლება, ანუ რეპრესირებული გზით ჩასახლება და შემდეგ მოტყუება, არ შეუსყიდეს სახლები, არ გადასცეს მიწები და ამის გასაპროტესტება და ამის გამოსაქვეყნება, გამოსააშკარავებლად ჩამოვიდა ეს ხალხი, რომ ფაქტურად სამართლიან გზას დაადგეს ეს გლეხი მოსახლეობა და მიაღწიოს იმას, რაც მათ სახელმწიფომ შეპირდა თავის დროზე. ქონდათ თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პრობლემების შესახებ დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის მიგიმართავთ თუ არა და რა პასუხი მიიღეთ მათგან? დევნილთა და განსახლების სამინისტრო ამ პრობლემებში უკვე ეს რამოდენიმე 2003 წლიდან რაც მე ჩავედი სისტემატურად გვაქვს ურთიერთობა სამინისტროსთან
და ყოველთვის ეს მაგენი გჯერდებით, დაპირებებით, მაგრამ ახლა გაართულა მდგომარეობა, იმიტომ ბერძენი მოსახლეობა ფაქტიურად ბრუნდება, ან არ ბრუნდება, მაგრამ ეს ხალხი უარს ამბობს სახლების გაყიდვაზე და ამან გაართულა უფრო ეს პროცესები და უფრო დააჩქარა ჩვენი ასწავლა. როგორც მივხვდით, თქვენი მთავარი მოთხოვნა არის წალკის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებით დაინტერესდეს ცენტრალური ხელისუფლება. რას გთხოვთ ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობას, რა მოთხოვნა გაქვთ და სადამდე აპირებთ აქციების გაგრძელებას და პროტესტის გაგრძელებას? ხალბატონო, ცელა ფაქტურა ჩვენ 60 დღე ვლაპარაკობთ იმას, რომ ამით ჩვენი მოთხოვნები უნდა არის დაფუძნებული მხოლოდ იმ პრინციპებზე, რომ წალკაში უპირველესად გადაწყვეტილი ყოფილიყო ის პრობლემები, რომელებიც ჩვენ გამოვხატეთ. მიწების და სახლის პრობლემა რაღაცნაირად აქ მიდის ვაჭრობა იმ თემას, თითქოს ხალხი ჩამოვიდა ბათუმისში სახლებინების მოსათხოვად, ან ოაზისის წინ კვადრინებით, არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ და სამწუხაროა, რომ ამ ინტერპრეტაციას უკეთებენ სახელმწიფო მოხელეები. ბატონი ჯინჯარაძის სახით, ბატონი მურმანძინბაძის სახით ვერ გავაგებინეთ ახლა რომ ჩვენი მოთხოვნა ეფუძნება მხოლოდ იმ სამართლებრივ ნორმებს. ჩვენ ვითხოვთ წალკაში იმ პირობების აღდგენა, სადაც გლეხს შეუძლია ცხოვრება. თუ და ამისათვის ვითხოვთ რომ სანამ არ დაიწყება პრობლემის გადაწყვეტა, დროებითი შავშაფარი დაკმაყოფილდეს ეს ხალხი. იმიტომ რომ არ სჯერა ამ ხალხს დაპირებების. ეს იწვევს და აქედან გამომდინარე კიდევ ბერძენი მოსახლეობა სისტემატურად ჩამოდის იქ და ხდება ამ ხალხის ბურთების გამოსვლა ყოველდღე სახლებიდან. ეს არის გარდაუვალი პროცესი და რატომღაც არ უნდა ამ პროცესებში ჩაებას ხელისუფლება სერიოზულად და მიიღოს ნორმალური გადაწყვეტილება, რაც ამ ხალხს სჭირდება. მადლობთ, წარმატებებს გისურვებთ. გაიხარეთ, დიდი მადლობა. ბატონ რამაზ, პირველ კითხვას თქვენ დაგისვამთ. წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტების პრობლემების შესწავლის მიზნით წალკაში წინა კვირას იმყოფებოდა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ საქართველოს კანცელარიის, დევნილთა და განსახლების სამინისტროს და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები. მათ შორის თქვენც ვსანდებოდით. მაინტერესებს თქვენი აზრით, რა იყო ზოგადად ამ სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი? და თქვენი მონაწილეობის მიზანი რა იყო ამ სამუშაო ჯგუფში აჭარის მთავრობის? გამომდინარე იქიდან, რომ წალკაში არსებული პრობლემებზე ვფიქრობთ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ეკისრება, რომელიც წლების განმავლობაში ახდენდა ეკომიგრანტების განსახლებას, თუ არ ახდენდა ამ განსახლებას და ესეც ცალკე სალაპარაკო თემაა. თუმცა აი თქვენი როლი რაში გამოიხატებოდა და მიზანს რაში ხედავთ ამ სამუშაო ჯგუფში? ჩვენ ვიმყოფებოდით წალკის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პრობლემების შესასწავლად. პრობლემები ნამდვილად არსებობს და არის რიგი პრობლემები, რომელსაც ბატონმა გურამმა სახელი თუ არ მოსწება, ბატონ ელგუჯამას განაცხადა, რომ არის პრობლემები, მაგრამ ერთადერთი გვაქვს რომ ახსენებს ისიც უნდა კონდეს, რომ ის და როგორ ლაპარაკობს და ის რა შეხედულება აქვს. ერთადერთი პიროვნება, რომელიც ვამბობდი და ეხლაც ვიძახი, რომ ეს ყველა პრობლემა უნდა გადაწყვეტეს წალკის მუნიციპალიტეტში. და იყო სოციალური მოთხოვნაზე და პასუხი მინდა გავცეთ, იყო დროებით თავშესაფარზე საუბარი, რადგან მე ვუთხარი, რომ სამწუხაროდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას როგორც ასე დროებით თავშესაფარი არ გააჩნია. რაც შეეხება წალკაში ჩვენს ყოფნას, იქ ყველა სოფელში მოვიარეთ ფაქტიურად, საიდანაც ეს ეკომიგრანტები იყვნენ დამოსულები. მიზანი რა იყო ამ სამუშაო ჯგუფის? რამდენადაც პრობლემატური და რა აწუხებდათ ამ ოჯახს. პირველ რიგში ჩვენი ყოფნის პერიოდში, აი როგორც ასეთი გამოსახლების პროცესს არ შევწრებებართ, იყო 3-4 შემთხვევა, სადაც ჩვენი ჩარევით მოხდა, აი უშუალოდ ჩვენი ჩარევით მე ამას ვიტყოდი, რომ დროებით შეჩერებული იყო ეს პროცესი. დროებით 1 წელზე იყო საუბარი. იყო მიწებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც ძალიან სერიოზული მეხსახედია და აი უნდა აღდგეს ის სამართლიანობა, რომ არის პიროვნებები, თქვენაც იმყოფებოდით და არის პიროვნებები, რომლებსაც 300-400 ჰექტარობით მიწები აქვთ და აღნიშნული მოსახლეობას აქ მარტო აჭარის ეკომიგრანტებზე არ არის საუბარი, აქ არიან ეკომიგრანტები, როგორც სვანეთიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან. აქ არის ბერძენი მოსახლეობის ნაწილი დარჩენილი, რომლებიც ცხოვრობენ იქ ადგილზე. ანუ მიზანი იყო სამუშაო ჯგუფის მიზანი იყო იმ პრობლემების შესწავლა და შემდეგ მათი აი დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ პრემიერის ადმინისტრაციიდან იმყოფებოდნენ შესაბამისად შემდგომი რეაგირებას ეს
პროცესია, რომლების 15-20 წლის დაგროვილი პრობლემებია, რომელიც ჩემი აზრით ერთ თვეში და სამ თვეში ვერ გადაწყდება. ამას უნდა რეალურად დასახვა სამომავლო გეგმების, უნდა დაისახოს იმ პრობლემების მოგვარება. პირველ რიგში პრობლემის მოგვარება შეიძლება მიწებთან დაკავშირებით, რომ იქ არის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწები და რამდენად კანონში ჩაждდება ეს ვერ გეტყვით, რომ პირველ რიგში პრივილეგია მიეცეთ იმ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ იქ არა მარტო აჭარიდან, არამედ სხვადასხვა რეგიონებიდან და იმ ბერძენ მოსახლეობას, რომლებიც იქ ადგილზე ცხოვრობენ. ბატონ დავით, ბატონმა ელგუჯამაც სატელეფონო ჩართვაში და ბატონმა რამაზმაც ისაუბრა იმაზე, რომ წალკის მუნიციპალიტეტის საკმაოდ ბევრი პრობლემებია დაგროვილი. აი თქვენი თვალით დანახული ის პრობლემების შესახებ რო გითხრათ, ანუ თქვენ იყავით ამ სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელიც იმყოფებოდა წალკის მუნიციპალიტეტში და რომლის მიზანიც როგორც გავიგეთ იყო მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემების შესწავლა. თქვენ რა დაინახეთ და რა პრობლემებს გამოყოფთ? მოგესალმებით, ვფიქრობ, ეს პრობლემები დღეს არ დაგვინახავს საერთო ჯამში მთლიანობაში საქართველოს და ყველას, იმიტომ რომ დაახლოებით 20 წელია რაც ეს ხალხი გადავიდა იქ, არსებობს პრაქტიკულად ეს პრობლემები, რომელიც არ მოგვარებულა და ფაქტობრივად ლაპარაკიც არ დაწყებულა ამ პრობლემების მოგვარებაზე. დღეს აღნიშნული ჯგუფი იმისათვის იყო ჩასული, რომ დაახლოებით ადგილზე მისვლის შეგვესწავლა და დაგვენახა რეალურად რა ხდებოდა. რამაზე ძალიან კარგად ჩამოაყალიბა თუ ძირითადად რა პრობლემები აქვს, ეს არის პირველ რიგში, რაც ჭირდება მოსახლეობას ჩასულ წალკაში, თუნდაც არა მარტო წალკაში, გლეხს, საერთოდ ჭირდება მიწა, რომ აი მიწაზე იმუშაოს ადამიანმა თავის საბადებელი შექმნას. ეს პირველ რიგში რაც გასაკეთებელია და რაც პრობლემას ძალიან დიდ წარმოადგენს წალკის მუნიციპალიტეტში. მეორე პრობლემა ეს არის სახლების პრობლემა, რომელიც დღემდე მოუგვარებელია დიდი პირობების, დიდი დაპირებების მიუხედავად, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩადიოდა ეს ხალხი წალკის მუნიციპალიტეტში იმის გამო, რომ იქ დახვდებოდა თქვათ სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ, მიწა და ასე შემდეგ, მაგრამ აღმოჩნდა, აი ეს ბოლო ჯამში ისე აღმოჩნდა, ეს არსებობს, მაგრამ შესყიდვა სახელმწიფოს მიერ მოხდა მხოლოდ 300 ადამიანზე, 300 მოსახლეზე. 400-მდე, 400 დაახლოებით სადღაც 400 ადამიანი, 400 ოჯახზე მოხდა. დანარჩენი არის ასე რომ ვთქვათ, თავისი ინიციატივით ჩასული ადგილზე, რამაც გამოიწვია ეს პრობლემები, რასაც დღეს ჩვენ გვხედავთ. თუმცა ეს პრობლემები, როგორც ახსენეთ, დაგროვებულია წლების განმავლობაში, მაინც ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, რომელი უწყების, ეს იქნება აჭარის მთავრობა, წალკის მუნიციპალიტეტი, ცენტრალური ხელისუფლება, ორივესთან მექნება ეს კითხვა. აქ შესაბამისად უნდა მოხდეს, აი ვის რა დოზით და რა მექანიზმებით და ვის როგორი ჩარევა შეუძლია იმ პრინციპით აქ მარტო ერთ სულიერ რომ ვფიქრობ რაღაც პასუხისმგებლობა ეს პირველ რიგში დადგენა ჭირდება იმას რომ თუ მაიძულა ეს ოჯახები რომ წალკის მუნიციპალიტეტში გადასულიყვნენ აი ნამდვილად იქ იყო მიტოვებული სახლები და ამ მოსახლეობამ შეინარჩუნა ესენი და წლების განმავლობაში და კიდე აგრძელებენ და კიდევ აგრძელებენ ბერძენ მოსახლეობასთან ცხოვრება ძალიან მეგობრულად და ისეთი ურთიერთობა აქვთ. ნამდვილად მე ძალიან მესიამოვნა, იყო ოჯახები, რომლებიც ძალიან მეგობრობენ, ერთად წლების განმავლობაში ერთად მოდიან. არის ოჯახები, რომლებსაც, ყველამ თავისი ის უნდა გადაინაწილოთ, აქ ერთი ტოლთა და განსახლების სამინისტრო მარტო ვერ მოერევა ამ პრობლემებს, არის სხვადასხვა საკითხები, ჩარევა უნდა მოხდეს ყველა სამინისტროს და ყველა დოზე. აქვე მინდა ვის რა და რისი კომპეტენცია გააჩნია. განსაკუთრებული პირველ რიგში რაც არის პასუხისმგებლობა, ამ ყველაფერზე არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რა თქმა უნდა. ამას ვერავინ ვერ გავექცევით, იმიტომ რომ თუ რაიონული პრინციპი თავად ამ ყველაფერს არის ეს მოსახლეობა წალკის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი. შესაბამისად, აქ მე არ ვლაპარაკობ აი ამ პრობლემებს მიწას, სახლის და ასე შემდეგ გადაუწყვეტა წალკის მუნიციპალიტეტი აი ამ ყველაფერს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ ინფორმაციულ დონეზე, თუნდაც ინფორმაციულ დონეზე შეეძლო წალკის მუნიციპალიტეტს ძალიან ბევრი რამის გაკეთება. ეკომიგრანტი ოჯახები, რომლებიც აჭარის მთავრობის წინ საპროტესტო აქციას განაგრძობენ, დღემდე აცხადებენ, რომ წალკის მუნიციპალიტეტი ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი. შესაბამისად, თქვენც იყავით წალკის მუნიციპალიტეტში და მაინტერესებს თქვენ ადასტურებთ
თუ არა ამ პრობლემის მართლა რეალურობას და რამდენად არა პრობლემას რეალურად რო წავაწყდეთ იყო პრობლემები მიწებთან დაკავშირებით რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ეს აუცილებლად გადასახედია და ის თემა რომ რამდენად თქვათ კანონიერად აქვთ გეთრობით მიწები პიროვნებებს მიღებული და რამდენად სამართლებრივად ეს ოჯახები რომლებიც იქ ადგილზე ახლა კიდევ და კიდევ მიმეორებ მარტო აჭარის ემიგრანტებზე არ ვამახვილებ ჩასახლებულებზე არა პრობლემები რეალურია თელიქ მაცხოვრებლებზე რეალურია მიწებთან დაკავშირებით პირადად მართლა რეალურია იმიტომ რომ ის რესურსი რასაც წალკის მუნიციპალიტეტს გააჩნია აი საკმარისი იქნებოდა ამ ოჯახებისთვის რომლებიც დღეს აიძულებენ რომ აქ ჩამოსულიყვნენ რომ მათ რო საკმარისი მიწის რესურსი ქონოდათ იქ ადგილზე მე მერტყუნეთ რომ სახელმწიფოს ჩარევა ნამდვილად მცირე დოზით იქნებოდა იმიტომ რომ ისინი თავისით შეძლებდნენ საცხოვრებელი სახლების შესყიდვა. მადლობ თქვენ რა სიტყვით ბატონ დავით რამდენად რეალურია ეს პრობლემები რომელსაც ყვებიან პრობლემები არის რეალური ნამდვილად მიწასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეიძლება მე კიდე ყურადღება მინდა გავამახვილო აქციასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, ჩვენ ყველა დეტალურად დაახლოებით 200 ოჯახამდე შევამოწმეთ, მივედით იქ ადგილზე და ეს ოჯახები ეხლა ამჟამად რაღაც ნაწილობრივ თუნდაც რაღაც გრძელვადიან პროგნოზში არიან საფრთხის წინაშე გამოსახლების, ხოლო ამ წუთში საფრთხე თითქმის არავის არ ემუქრება, რომ გამოსახლება დღეს ხვალ ემუქრებოდეს. ორივესთან მაქვს ერთი კითხვა, რო არა წალკისთან ჩამოსული ეკომიგრანტების აქცია აჭარის მთავრობის წინ. დაინტერესდებოდა თუ არა ცენტრალური ხელისუფლება აჭარის მთავრობა წალკაში არსებული პრობლემებით, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ 20 წლის განმავლობაში ამ პრობლემებით არავინ არ დაინტერესებულა. რომ არა აქცია. არა დაინტერესება იმ ხრივ რომ ახლა წალკის მუნიციპალიტეტში შესაბამისად როგორც წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ აქვს აი ის რესურსი რომ თქვათ შუახევის მუნიციპალიტეტში ახულოს მუნიციპალიტეტში რა ხდება ანალოგიური ინფორმაცია არ ექნებოდა აჭარის ხელისუფლებას აქ რეალურია ეს ინფორმაცია აი რაღაცა მქონდეს ეს ინფორმაცია დაინტერესდებოდა თუ არა კი როგორ არა ახლა დაინტერესება იქნებოდა და არევაც მაგრამ აქ იმდენად აი დაგროვილი პრობლემებია რომ ახლა ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მასალები მე არ მინდა რომ დაკონკრეტება აი გადავიდა ოჯახი გურიაში აი გადავიდა ოჯახი გურიაში იქიდან გადავიდა ასპინდაში მერე წავიდა წალკაში და აი რამდენად სახელმწიფო ვალდებულია რომ აი შეუსწავლოს მაგრამ რაღაც დოზით არის ეს ოჯახები პრობლემა მოსაგვარებელი და რაღაცა გვერდში დგომა უნდა. იმაზე რომ პრობლემები რეალურია. ერთი ხა რეალური პრობლემები რაც არის ხედავთ რა პირველ რიგში მე ყველაზე რეალურ პრობლემად მიმაჩნია მიწის საკითხის გადაწყვეტა რა ეს არის ჩემი აზრი. და ზოგადად აი თქვენ ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებთ წალკაში და აი რა რეკომენდაციას აძლევთ ცენტრალურ ხელისუფლებას როგორ უნდა გადაწყდეს წალკის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემა. ეს შეიძლება იყოს რაღაც კომისიის შექმნა სამუშაო ჯგუფის თუ სახლების შესყიდვა ეს შეიძლება რომს გადასაწყვეტია ამდენად თუ შეიქმნება სამთავრობო კომისია ესეც უფრო ეფექტური იქნება მუშაობისთვის ჩემი აზრით ეს შესაბამისად იმ გადაწყვეტილებების მიღება და აქ ჩართული უნდა იყოს ყველა სტრუქტურა და ყველა სამინისტრო რომ ეს გადანაწილება თავის სფეროში ყველა მოახდინოს თავის დოზე თუ რა შეიძლება წალკის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე რომ საქმე დაიძრას წინ აი მიწასთან დაკავშირებით თუ სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით დიდი მადლობა ბატონებო. ეხლა სატელეფონო ხაზზე გვყავს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებას რწმუნებული ჯულიეტა ჩხეტიანი. მოგესალმებით ქალბატონო ჯულიეტა. თქვენ ბრძანდებით იმ სოფლის რწმუნებული, სადაც საკმაოდ ბევრი ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს, როგორც აჭარის რეგიონიდან, ასევე სვანეთის. მაინტერესებს, რამდენი ოჯახი არის თქვენთან სტიქით დაზარალებული ამჟამად? რამდენი ოჯახი ცხოვრობს? ამჟამად ორივე ჩამოსახლებული მიწიდან და ხულოს რაიონიდან არის 160, მაგრამ აქ არიან კიდე დამოუკიდებლად ჩამოსული ხალხი ამ 60-ში. 160 ოჯახში. დიახ, და თქვენ გეცოდინებათ, რამდენი სტიქით დაზარალებულია ამ 160 ოჯახიდან? 160 ოჯახიდან ზუსტად ახლა მე თვითონ დაახლოებით გეცოდინებათ ეგ ინფორმაცია. დაახლოებით იქნება 180 ჩემ ოჯახში. და რამდენი სახლი აქვს სახელმწიფოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს ნაყიდი თქვენს სოფელში? სოფელ სამებაში ნაყიდია 12 სახლი, რომლებიც დღესაც სახელმწიფო ბალანსზე იმყოფება.
შესაბამისად, სადღაც 70 ოჯახი, რომელიც სტიქით დაზარალებულია, საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სახლობისა და მიწების შესყიდვას. შესყიდვას და აი ეს 12 ოჯახი ამათაც ასე ქონიათ, არც ნაკლები არაფერი, ჩვენ თვით რა გამოვიდა. სახელმწიფო ბალანსია ისე ვისწავლებით. თქვენ სოფლიდან არაერთ მოქალაქეს დაურეკავს აჭარაში, ტელევიზიებში, მთავრობაში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ ხდება სხვადასხვა ფაქტები, გამოსახლებები, ინციდენტი და ესე შემდეგ. რამდენად რეალურია ეს პრობლემები და როგორ ხედავთ თქვენ, როგორც სოფლის მწვანებული ამ პრობლემებს? პრობლემები ახლა იყო ინციდენტი იყო, მაგრამ მე მოლაპარაკება წავიდა იმ სახლის მეპატრონესა და ეკომიგრანტია ის მეორე კატეგორია აქვს, ვისთანაც ცოტა პრობლემა იყო. მორიგდნენ იმაზე ახლა რა დაილაპარაკეს, მაგრამ არ აქვს ოჯახს, აი ის თანხაც არ აქვს. რაზეც დაილაპარაკეს და არ ვიცი ახლა ადგილობრივ ხელისუფლებიდან ითხოვენ ადგილობრივ ხელისუფლება რა შეუძლია ახლა თუ გინდა გრძელვადიანი სესხებს ითხოვენ არ გვინდაო რომ გვაჩუქოთო რომ დაგვეხმაროთო აი ამით და არ ვიცი ახლა ამ წუთში არავინ არა გამოსახლებული მაგრამ ისე იმ აი ახლა ძირკვადებზე ალაპარაკი 15-მდე უნდა გადაეხანონ და უნდა დაწალონ სახლი რომელი წლიდან დაიწყო თქვენ სოფელში სტიქით დაზარალებული ოჯახების ჩამოსახლება 2001 წლიდან. აი მას შემდეგ ყოფილა თუ არა ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებიდან, დევნილთა და განსახლების სამინისტროდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც სწავლობდნენ ამ სტიქით დაზარალებული ოჯახების პრობლემებს და მე აღრიცხვას თუ აკეთებდით ხოლმე მათთვის. ნუ აღრიცხვა კი ახლა რამდენი ჩამოსული როგორ მაგრამ ახლა რო გავაკეთეთ ასეთი აღრიცხვა გაგვიქცა. სამინისტროდან იყო ვინმე ჩამოსული? რომელი დიახ, დევნილთა და განსახლების სამინისტრო. ნუ მაშინ შეწყვეტები რო იყო, კი იყო ჩამოსული, იყვნენ ჩამოსული. 2005-ში, ხო? 2005-6-ში. დიახ. რაიმე რელიგიურ ან ეთნიკურ დაპირისპირებებს თუ აქვს თქვენს სოფელში ადგილი და როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება გახდეს ამის საშიშროება? არა, ჩემს სოფელში ნამდვილად ამის საშიშროება არ გახდება. ჩვენ ქრისტიანები და მუსულმანები, ანუ ქართველი აძარლები, იგივე ქართველი მუსულმანები, ამისი პრობლემა ჩვენ სოფელში არ არის. კარგით, ქალბატონო და აი ბოლო კითხვა მექნება, რას შეხედავთ გამოსავალს? აი ამ შემთხვევაში საკმაოდ რთული ვითარებაა თქვენს სოფელში, როგორც მივხვდი გამოსახლებებთან დაკავშირებით და აი გამოსავალს თქვენ რა შეხედავთ, როგორც სოფლის მწვანებული? ნუ გამოსავალს ახლა ცენტრალური ხელისუფლების დონეზე აი ბევრი ყიდის სახლებს ეკომიგრანტები ელოდებიან ამას ახლა ჩამოსული არიან ბერძნები ყიდიან მაგრამ თვითონ მოსახლეობას არ აქვს საშუალება დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებიდან ძალიან დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს. პირდაპირ სატელეფონო ხაზზე იყო წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებას რწმუნებული ჯულიეტა ჩხეტიანი. თქვენთან მექნება ბატონებო ბოლო კითხვა. თქვენ რა შეხედავთ გამოსავალს არა მხოლოდ წალკასთან დაკავშირებით, ზოგადად სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ეკომიგრანტების საკითხებთან დაკავშირებით. ბატონ რამაზ. მე იმას შეხედავ, რომ აი რაც შეეხება განსახლებას, ეს პროგრამა თუ ეფექტურად ამოქმედდება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ადამიანს როცა ეკნება საცხოვრებელი სახლი თავის მიწის ნაკვეთთან ერთად და შეიძლება თავისი ოჯახის გამოყვება, ეს მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. თქვენ ბატონ დავით რა შეხედავთ გამოსავალს? გამოსავალს ხედავთ ჩვენ, ალბათ ჩვენ შევთანხმდით იქიდან გამომდინარე, რომ პირველ რიგში რაღაცნაირად გამოიძებნოს უნდა ისეთი მექანიზმი, რომ მოხდეს მიწების გადაცემა რაღაც ფორმით, არ ვიცი, აი ამ ადამიანებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ძირითად პრობლემას მოუწყვეტავს მიწების გადაცემა იქ. მადლობთ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღევანდელი სტუმრები იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჭინჭარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე დავით ჭელიძე. დიდი მადლობა. სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო დასრულდა. თქვენთვის პირდაპირ ეთერში ორგანიზაცია
ბორჯღალის აღმასრულებელი დირექტორი და ხმის ოპერატორი ქეთი ნაცვლიშვილი მუშაობდა. დღევანდელი გადაცემა დასრულდა. შეგახსენებთ, რომ რადიო პროექტი საზოგადოების ხმა ყოველ ოთხშაბათს საღამოს 19 საათსა და 15 წუთზე გავა ეთერში. უსმინეთ რადიო აჭარას FM 104 და 5.